ჩვენ იმდენად შეგვიძლია მივახლოვდეთ ცოცხალ ჭეშმარიტებას, რამდენადაც ჩვენში ხდება მეტამორფოზის პროცესი, ანუ ფერისვალების პროცესი. ანუ ეს არის ჭეშმარიტი სინანული, ანუ მეტანოია იგივე. თუ ჩვენ არ შევიცვლებით, ჩვენ არ გვაქვს უნარი ჭეშმარიტების დანახვის, მასთან მიახლოების. და რასთავარია, მასთან პიროვნული, მამაშვილური ურთიერთობის. ამის უნარი არ გვაქვს. ამიტომ ქრისტიანობის სირთულე ერთის ხო კარგია, ვაი რა კარგია ვიპოვეთ ჭეშმარიტება, მაგრამ მას ახლავს სირთულე, რომ მიპოვე ჭეშმარიტება, შეხდები ვალდებული, იტვირთები უდიდესი პასუხისგებლობით, რომ დაიწყოს შენი ცვლილება იმ მიმართულებით, ვინც იპოვე და ვინც არის ერთადერთი ჭეშმარიტება სამყაროში. ამიტომ ჩვენთვის ყოველთვის მძიმე აღსაქმელია, როცა ადამიანები მსჯელობენ ჭეშმარიტებაზე ქრისტეს გარეშე. ეს როგორი რაღაცა იცით, აი დონ კიხოტი რო თქვათ ქარის წისკვილებს ებრძვის. ან წყალს რო ნაყავ და გონია რაღაცას აკეთებ. ან თქვათ ჰაერს თქვიფავ. ან თქვათ პავლე მოციქული რო ამბობს, რომ ხელებს იმიტომ კი არ ვიქნებ, რომ ჰაერს უტყავდე, არამედ იმიტომ რომ გავიმარჯო. ან გავს მეომარს, რომელსაც თვალები ახვეული აქვს და ესე იგი სადღაც უმისამართოდ იმაშვება რაღაც იბრძვის. ან თქვათ გავს მოგზაურს, რომელმაც არ იცი დადის, მაგრამ არ იცი სად მიდის, გესმით? აი ამას უყურებ და ხედავ ადამიანის ტანჯვას, ადამიანური არსების ტანჯვას, ლაპარაკობენ, მსჯელობენ, ფიქრობენ, მიედმოედებიან, უმიზნოდ, უსაგნოდ, უმისამართოდ, უშედეგოდ, უპერსპექტივოდ. რატო კაცო იმათ რა ვერ დაინახეს ქრისტეს? ვერ დაინახეს. და რატო ვერ დაინახეს? არ ვიცი. იმიტომ რომ მე თუ ვიტყვი რომ თავდაბლობა აკლიათ მეთქი. ამას ეშმაკი იმწარსო ჩემ წინააღმდეგ გამოიყენებ. შენ თავდაბალი ხარ. შენ კარგი ხარ, ის ცუდია. ამიტომ ჩვენ და ეს ხო სისულელია, რომელი თავდაბალი მე ვარ და რომელი კარგი მე ვარ. ნუ თუ არ უნდა ვიცნობდე საკუთარ თავს ვინ ვარ? ესე იგი გამოდის საიდუმლოება. რომელიც საიდუმლოებას დაგადუმებს, კი არ განგაკითხვინებს იმას, რომ ვერ იპოულობს, არამედ დაგადუმებს. და შინაგანად მადლიერებას გაგიჩენს. მადლობა ღმერთო, რომ შემყუდრო ნავსაყუდელში შემომიყვანე, რა ბედნიერი ვარ. რომ დაგინახე, რომ გიპოვე, რომ აღარ მივედმოვედები. გესმის, მე უკვე ვიცი, საითკენ გავიხედო, ვისკენ და რისკენ ვისწრაფო. რა გავაკეთო ცხოვრებაში? ზუსტად თან იუველირული სიზუსტით ვიცი. აი ზუსტად ვიცი, არაფერი არ შემეშლება. თუ რა თქმა უნდა, ყურადღებას მივაქცევ შენს საოცარ გამოცხადებას.